ესეც არ იკმარეს მეგობრებო წყინვალე შობის მარხვაში ნახეთ რა გააკეთეს აი ამ ყველაფერს გამოეხმაურა ვაკის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ აი ამ წინვალე შობის მარხვაში, ამ დღესასწაულის მოლოდინში მათ უფალი იესო ქრისტეს დაწვეს, მეგობრებო. უფალი იესო ქრისტე გამოსახული იყო ამ კუბოს და დაწვეს. და მიუვარდნენ ეკლესიაში აი ეს სექტანტები, ეს ჩხიბავები, მიუვარდნენ და მთელი ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, რომ ესე იგი ჩვენ ღვთისმშობლის წინხერ ქვეყანაში უშვებთ იმას, რომ ეკლესიას მიუვარდნენ, მღვდლებს მიუვარდნენ, აქამდე და ესენი გვეუბნებიან ჩვენ რომ ჩვენ მოვდივართო, იმითო რომ საქართველოს მშვიდობა მოუტანეთო. ესენი ემუქრებიან ბიძი და ივანიშვილი, ესენი ემუქრებიან საქართველოს და ეკლესიაზე სასულიერო პირებს უვარდებიან ეკლესიებში, ხალხო. ეს არის უკვე არ ვიცი, ზღვარია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა. ხალხთან ერთად ჩვენთან ერთად წამოდი. რატოა იესო დაწვეს რუსთაველზე? იესო დაწვეს რუსთაველზე? სადნახეთ, მანახეთ, სადნახეთ. ჩინეთიდან გამოწერულ კუბოზე იყო იესო გამოსახული. რასაც უებს ხალხს, ვისაც უებს. მარტივები, თქვენ ხართ მარტივარები. არ შეიძლება თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ. დავესო ხალხში ვიდაკეთელი ჩემი ცხოვრება. პროპაგანდისტი. გაში. ვიყვირი ხარ და ეკლესიაში. რატო გვიყვირი ვარ? სად არის ეკლესია? ეკლესია იქაც და ეკლესია. ხალხი გვიყვირი საკიდან. და ეს ხალხი მოსულ ეკლესიაში. რატო გვიყვირი ვარ ეკლესიაში? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი? პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი. პატრიარქს აკითხები. არ არის ესე რა ეკლესია გავხდეთ. ამ ტელევიზიებიდან არ არის. რატო აქ რასაც აკეთებ ჩვენზე? არ არის ესე რა. არ არის ესე გავუწყდეთ ქვეყანა. დავუწყდეთ. თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? არა თქვენი პატრიარქი. აკითხებით, არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე? თქვენი ტელევიზიის არ არის. არა შენ ეკლესიას მოხვედით აგინებ და ჩვენ ძალადობ მოხვედით თქვენი ლანცკებში ჩემი შვილები და 29 ქუჩაში ვდგავარ რა ქვია ბავშვები მოდიან რომლებიც წირიან სკოლაში მე არ ვძალადო სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები აქ მოდიან ტირილით სკოლაში იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით ყველა ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან ამასთან დაკავშირებით შემდგომ მამა შალვამ განცხადებაც გააკეთა სხვათა შორის მას აი ამ განხორციელებულ შეტევიდან გამომდინარე და ფიქრობ საინტერესოა რომ მოусმინოთ. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაყო და ღმერთი შეგეწიოთ. ახლა უწევს ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით. ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებია მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან. რატომ მეძახიან მოღალატს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რომ გვეუბნა, მე მთხოვე რომ რატო არ დგახარ? ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ ეკლესიას აგინებენ. აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ, ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველამ გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველამ ნახოს რომ
ესეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვარდნენ კომუნისტები ზუსტებოდა ეგ ეკლესიაში მოვარდნა ხალხის უხდილების ტაძრებიდან გამოყვანა დახვრეტა ზუსტად ეგ იყო ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდი ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი აი შვიდობიანი პროტესტი შვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე შვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება და გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი გარეთ შემოღალატე შენ ქვეყნის მტერო შენ ისა უბრალოდ მე რა არ მესმის იცი აი რა ამით რა საღწევთ ამით რა უნდა მივიყოთ ამით აი და ეკლესიის გმობით პატრიარქის გინებით ტელევიზიები რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ ლანძღავდნენ არასდროს ხმა არავის არ ამოუღია იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიტზე თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მოდელი რო ამართებს და რაღაც რო ლაპარაკობს პირდაპირ წერია იმ საიტზე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით იესო ქრისტეს გამოსახულებით აქ იმაზე კი არის ზოგიერთი მოდელი რო ყვა ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო მე არ მინდა დაუჯეროს შეგნებულად გააკეთეს მათ მაგრამ მე როცა აღვნიშნებ თქვენ რომ თუ ადამიანებმა ეს შეგნებულად გააკეთეს ეს არის მტრობა აი სხვა კი არაფერი არ იყო იმ ჩემი ცოლის დაქალებში მოდელი რო იყო ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო იმ სერიალში რატომ იყო რომ ადამიანებს მიაჩვენ ამ ხატის დახევა წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა ესე დაიწყო კომუნიზმი სხვაგანაც კი არ დაწყებულა ეს კომუნისტურისა ეკლესიის დევნა და ეს ამდენი წელია ეკლესიას გულანძღავენ გვაგინებენ ქვეყნის სტრესს გვეძახიან რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან ადამიანებს რუსეთის მომხრეებს ერთადერთი ვინც თურმე წინააღმდეგი იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის მე ვიყავი ყოველთვის როაშნია რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ ესა ევროპა ეს არ არის ევროპა არ არის ძალადობა ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასო თუ ადამიანი არ გეთანხმება ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და გაანადგურო არ შეიძლება ადამიანები დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო რომ მეორე ადამიანს სხვა განსხვავებული აზრი აქვს ეგ არის ევროპულობა რა გვინდა ეგეთი რამე თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავდა თუ შენ ას არ ეთანხმება ადამიანი ამიტომ შტერია ქვეყნის ესე რომ ადამიანზე საუბრობ ესეთი რაღაც ან ვინ გაიგო ეგეთი ეკლესიაში რა შნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში მაშინ აღარ გაგვაჩეროთ მოგვივარდეთ იმიტომ რომ მოდით ეკლესიაში მივუვარდეთ მამაშალვას მოდი გამოვათრიოთ ტაძრიდან არავის არ გაუპროტესტებია მე მინდა ხა ჩემ რევს მოგმართოთ ვინც მეუბნებით რომ აი მამაო შვიდობიანი აქციებია იცით მამა როგორი გართობა და როგორი სიხარულია შვიდობიან აქციას და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებდა რაღაცას მე არც იმ პოლიციის იმას გუმოვობდა საშინელებად ახალგაზრდებს წემენ და იჭერენ და ციხეებში ასვამენ და მე რო დაიჭერ ადამიანს და მე ჩუმად რო ურტყან პოლიციელი ამას საშინელება რა უნდა იყოს ხო ჯერ ადამიანი როგორ შეიძლება ადამიანი თუ დაიჭირე მე იმას ურტყა ეგ ხო არაფერი არა ამაზე მწარე ხო არაფერი არა მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ესე როდემდე უნდა ვიყოთ ესე ეკლესიებში და მოგვივარდეთ ესე ეკლესიებში და მოვარდეთ აქ და შემოგვივარდეთ გამოყარეთ ეკლესიები და მაშინ და დავხოცეთ მაშინ და ტაძრები რას ნიშნავს ეგეთი რაღაცეები რას ნიშნავს უბრალოდ აი ვისაც თქვენზე მეტად საქართველოს უყვარდეს მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი იმადგან განსხვავებით ხულებს ვაყვედრია რაღაცეებს 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ პატოს 1200 აქვს ხელფასი შენ ამ ხელფასზე შენ და შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო და ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთავროდადიან გაჭირებულები მაგად გაუგზავნე იქ ამ ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია იფიქრეთ რა მართლა ეს არ არის რა მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ცხოვრობ და მე ქართველი ვარ და თელი ჩემი ასები საქართველოზე დამეწეს არც ერთი ქვეყანა არ მეყვას ყველაზე მეტად მეყვას ჩემი საქართველო და ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ყველა მიცოდეთ ეს რომ მე ვარ ქართველი და ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემ გულში ჩემ სულში ქვეყნის სიყვარულს გარდა აღარაფერი ყოფილა და დაელაპარაკეთ იმას რა ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვარდა ვისთვის ქვეყანა საშოვარია და მართლა საშოვარზე ხართ ამ ქვეყნისთვის და ქვეყანის მსახურება კი არ გინდათ თქვენ რო გინდათ თქვენი ქვეყანა მოგემსახურეთ ყველას ეგეხება ეგა თავრობას ოპოზიციას პოზიციას ყველას გეხებათ ეს ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის გყავთ ვისაც პირადი სარგებლობისთვის ქვეყანა მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი ქვეყანაზე დავდობ აქ ეყობათ ბოლოს და ბოლოს მართლა რა არის მართლა ამ დიდ მარხვაში მართლა რა გჭირთ ქრისტე უნდა დაიბადოს ქრისტე უნდა დაიბადოს თქვენ მთელი ბავშვობა მთელი ჩემ ქვეყანას მიუძღვენი ჩემი ცხოვრება რაც შეგნებული აზროვნება მაქვს ჩემი ქვეყანაზე მეტად ქვეყანა უყარები არასოდეს და ჩემი ქვეყნისთვის ცხოვრობ და ჩემი სამშობლოსთვის ცხოვრობ და ჩემი ეგრისთვის ცხოვრობ მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით ჩემ ქვეყანას ზურფაზე არავინ არ არის
არავინ დედამიწაზოგს და მე არ ვიქნები არავის მონა და არავის შეხედულება ესე მე ვერ დამელაპარაკე მე ქართველი ვარ სული და ხორცის ქართველი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ჩემი შეცდომები ჩემი ცხოვრები და ჩემი ყველაფრით არ ვიცი მეგობრებო საქართველოში დადგა დრო როდესაც აი ეს დასავლეთის აგენტურა პირდაპირ ეკლესიებზე შეტევით გზებზე შეტევით ცდილობს თავისი გავლენის მოპოვებას ჩხიბავები, სატანისტები, სექტანტები, მეპირფალოსეები, 1000 ჯურის ვიგინდა რა ნაძირალა მეგობრებო, ცდილობს რომ დღეს საქართველოში მოახდინოს თავიანთი აი მიზნების განხორციელება, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. საქართველო გაიმარჯვებს და როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა 2012 წელს საქართველო, მისი მეშვეობით ჩვენ გავალთ სამშვიდობოს და მისი მეშვეობით გაერთიანდება საქართველო. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დადგება გიორგი ბრწყინვალის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის გვერდით. იმიტომ რომ შეუძლებელია კაცმა რომელმაც 1000 ეკლესიის რესტავრაცია აღდგენა განახორციელა, დიდი საკათედრო ტაძარი, სამების ტაძარი აგვიგო ჩვენ, კაცმა რომელმაც საქართველო გადაარჩინა, საქართველოს გააერთიანებს კიდევაც და ეს მალე იქნება და ამას უშლიან ხელს ეს ნაძირლები. აი ამას უშლიან და აუცილებლად ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მტერს აუცილებლად დავამატებთ.